მამაჩემიც რო ლაპარაკობს ხოლმე ამაზე და სულ პათეტიკურად ჟღერსო საქართველოს ილაპარაკო და თქვა რომ ვაიმე საუკეთესო ქვეყანა ვართ და ჩვენაირი ქვეყანა მეორე არ არის და ჩვენაირი ხალხი მეორე არ არის, მაგრამ მე მართლა ეგრე მგონია, აი მაგაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. მიხახელაშვილი დარჩა აქ, ხო იცი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ეუბნებოდა რომ საცოდაობა არ არის, ტყეში იყო და უნივერსიტეტში არ სწავლობდა. რომ გადიოდნენ, რომ მიდიოდნენ, ხო იცოდა რომ საფრანგეთში მიდიოდნენ. უთხრა რომ წამოდი, აქ ვერ ეღირსა უნივერსიტეტზე, სორბონაში მაინც ისწავლე. არ წავიდა დარჩა. აი მარტო 25 წლის ბიჭი. ვინ და მოერევა მიხახელაშვილს და საქართველოს. ამ დროში კიდევ უფრო მეტად მივხვდი, რამდენად მზად ვართ სამშობლოსთვის რაღაცების გაკეთებისთვის. ისეთ ადგილებში და ისეთ სიტუაციებში აღმოუჩნდით, რომ რეალურად იქ წყვეტდი და შეაკვდები შენ სამშობლოს თუ არ შეაკვდები და კი შეაკვდები.